53 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მსგავსი სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი კოლეგების გვერდით დგანან და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მათი თქმით, ქართული ოცნება ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კიდევ მიღებული ერთი რეპრესიული ღონისძიება მიუთითებს ნათლად იმაზე, რომ ივანიშვილი აპირებს თავისი განაპირების შესრულებას და ყველა დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ინსტიტუციის და ზოგადად დამოუკიდებელი ორგანიზაციის გაუქმებას. ქვეყანაში მას დაწყებული აქვს პოლიტიკური პარტიების გაუქმება, მან სხვადასხვა ამ რეპრესიული კანონებით ისედაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეხლა საერთოდ დააყადაღა და აუქმებს და ანადგურებს ყველაზე ასე ვთქვათ ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამის მიზანი არის ძალიან მარტივი, მას სურს დიქტატურის დამყარება. სამთავრობების უდიდესი ნაწილი ზოგიერთ არჩევნებს აკონტროლებდა და დემოკრატიულ სტრუქტურებში რაღაც ზოგს დიდი, ზოგს ნაკლები წვრილი ყოველს შექონდა და არ გვიგულს, რომ არასამთავრობოებს დღეს ყადაღაადებთ, შეიძლება მალე მედიებსაც დაედოთ ყადაღა და ქართული ოცნების მიზანი, თვითმიზანი არის. ყადაღა უნდა დაედოს ყველაფერს, რაც არ არის გამჭვირვალე. რამოდენიმე თვე ამოწმებდნენ ჩემი და ჩემი კოლეგების ანგარიშებს. საბანკო ამონაწერებს, სადღა გადაერიცხა, რა ჩამოერიცხა და რა თანხის შესაბამისობაში არის თუ არა ეს თანხა იმ ქონებასთან, რომელიც ჩვენ აგვაჩნია. არც ერთი პარამეტრით არასამთავრობო ორგანიზაციების მაჩვენებლები არ არის მისაღები და შესაბამისობაში არ არის მოყვანილი იმ კანონთან, რომელიც საქართველოში არსებობს. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების გაყინვას და საბოტაჟის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დასავლეთი კრიტიკულად აფასებს. ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის და ეს არც სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს მისივე თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს. ამერიკის ჰელინსკის კომისიის თანათავმჯდომარის კონგრესმენ ჯო უილსონის თქმით, ქართული ოცნების ანტიამერიკული რეჟიმი მეტ რეპრესიებს ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი თავისი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მეგობარი აქტის მიღება დაუყოვნებლივ არის საჭირო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 37 დღეა დარჩენილი. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. მათ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლეო ძლიერი საქართველოსთვისაც. თბილისის მერობისთვის მათი ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არავინ არ ფიქრობს დედამისის სულზე, რომ ვინმეს რაიმეს, ასე ვთქვათ, შანსი აქვს და ვთქვათ ივანიშვილს წინასწარ არ აქვს დაწერილი შედეგები. მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვუმეორებ, საპროტესტო ელექტორატს უბრალოდ ამონაწილეებს დიდებაც არ სურს ამ სპეცოპერაციაში და ამ ფარში. ან ოპოზიციურ განსხვავებები არც აპირებენ მოძიების მიღებას. ამიტომ რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფერი კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი ამ რაღაც ყალბ შოუებს დგამენ, რომ თითქოს და რაღაც პროცესში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ პოზიტიურად განწყობთ განწყობილი არჩევნების შედეგების მიმართ, ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაშია, ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც არც ამორჩეველი მოუტყუებია, არც პრინციპებისთვის უღალატია და რაც თავარია ამ არჩევნებისთვის ერთ-ერთი პარტია ვართ, ვისაც რაღაც გასაგები იდეა აქვს, რომელიც შეიძლება შესთავაზოს ამორჩეველს, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რეგიონები. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარი ინფორმირებულობა. ამ მიზნისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ, სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის
შესაძლებელი. რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალა დაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მათ დროულად უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს თავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cc.gov.g. სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით. მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia-CESCO, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენი და ოჯახის წევრების მონაცემებს. ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა გადაზვიდის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდისავლით უკანონოდ გადმოიტანა 1200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეინახეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მათ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფარჯში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს 12 დღესასწაულთაგან 3 ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამობის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიწყვნილი. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს დღეს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს. ეს ევრობასკეტზე გუნდის 30-ე თამაში იქნება. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში თორნიკე შენგელიას გულის არითმია დაუფიქსირდა და 2 კვირა დასვენება მოუწია. მას ექიმებმა ვარჯიშის უფლება მისცეს, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველია ითამაშებს თუ არა ის ესპანეთთან. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან სულ 4-ჯერ ითამაშა. ანგარიშია 3-1 მეტოქის სასარგებლოდ. ერთი მოგება 2022 წელს მოდის, როდესაც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისი არენის გახსნით მატჩში მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონი ოვერტაიმში დაამარცხა.